ანატომიის ამ გადაცემის მომზადებისას ყველაზე რთული საქმე ჩვენი დღევანდელი გმირის ტელეფონის ნომრის მოძიება გახდა. შემოქმედებითი ჯგუფის არა მხოლოდ წყაროები, არამედ ბავშვობის მეგობრებიც კი იყვნენ ამ საქმეში ჩართულნი და პირდაპირ გვეუბნებოდნენ. ნომერი გვაქვს, მაგრამ ვერ მოგცემთ, გვეშინია. მიუხედავად შექმნილი სირთულისა, მოვახერხეთ გიორგი უდესიანთან დაკავშირება ინტერვიუს თხოვნასთან დაკავშირებით. თუმცა უდესიანი გაცილებით მხნედ გამოიყურებოდა მაშინ, როდესაც ანატომიის ორი ოპერატორი ფაქტობრივად დაკავებული ჰყავდა და მაგიდაზე ოპერატორების დასანახად შემოდებული ცეცხლსასროლი იარაღის თანხლებით კაცურ მორალზე და იმაზე ესაუბრებოდა, რომ მისი ბიზნეს ობიექტის კადრების გადაღება არ შეიძლებოდა. უდესიანის მაშინ ოპერატორებისთვის არ მოუყოლია, რომ საკუთარ მეგობარს კაბინეტში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟა. თუმცა ამაზე მოგვიანებით. ვინ არის გიორგი უდესიანი და რატომ მისცა მან თავს უფლება მაესტროს ორი ოპერატორისთვის წაეშალა გადაღებული მასალა, ან რატომ სარგებლობს ის საქართველოში ბიზნესის კეთების ექსკლუზიური პირობებით და რას ყვებიან მისი გარემოცვის წევრები ტელეკამერების მიღმა. დიახ, ისევ ტელეკამერების მიღმა, რადგან უდესიანის ეშინიათ. არის თუ არა ის ადამიანი დათა ახალაიას მეგობარი და პარალელურად მისი ბიზნეს პარტნიორი. რატომ ერიდებიან სვანები უდესიანზე საუბარს და რა შუაშია აქ ჩიტო გვრიტო. ტბაში ჩაძირული ბიზნესის ისტორია ანატომიაში. არის ხალხი წინ უძვებიან ტრაქტორებს ტელევიზორში ნახევარ. არ გადახდათ, არ დაამუშავოთ ვიზა. და მე არ მესმის ტრაქტორის რატო ამოხუჭებს ამ დროს. თუ უძვებათ, გადაუარეთ რა იცავს. ბოდიშვილი არ გაიგონ არ უკავებთ, მაგრამ დრო გადაუარეს. იმიტომ რომ გაჩერება პროგრესის არის შეუძლებელი. და რეალურად ის ვიცილოს რომ გააჩეროს მიწების დამუშავება, მიწების ეკონომიკურ ფილოსოფიაში შეიძლება ისეთი როგორ იგებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები პრეზიდენტის ამ უტრირებულ ან პირდაპირ გამონათქვამს, მათივე საქმიანობიდან ხდება ნათელი. გიორგი, იგივე გია უდესიანი. გიორგი უდესიანი დაიბადა 1979 წელს 10 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ლენტეხში. 1987 წელს დაამთავრა სოფელ ბეჩოს საშუალო სკოლა. 89-94 წლებში სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში, ინგლისურის ფაკულტეტზე. 1992-96 წლებში პარალელურად სწავლობდა სულხან საბა ორბელიანის ინსტიტუტში, ისტორიულ ფაკულტეტზე. 1999-2004 წლებში ფიზკულტურის აკადემიაში, არის სოციალურ და ეროვნულ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი. 1995 წელს მინიჭებული აქვს პირველი სპორტის თანრიგი კრივში. 1999 წლის სექტემბრიდან 90 წლის სექტემბრამდე მუშაობდა მეთოდისტად ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტში მარნეულის რაიონში. 99 წელს დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის განათლების სამმართველოს ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორად. 2001 წელს დაინიშნა სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურთან არსებული ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის გენერალურ დირექტორად. 2004 წლის მაისიდან მუშაობს მერიის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2004 წლის დეკემბერში თბილისის მერიაში სისტემური ცვლილებების განხორციელების შემდეგ დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სპორტული სამსახურის უფროსად. ამის შემდეგ უდესიანის ბიოგრაფია აღარ გრძელდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მერიიდან დაახლოებით 5 წლის წინ წამოვიდა. მუშაობდა ასევე სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების მინისტრის მოადგილედ. ამ ეტაპზე მისი საჯარო საქმიანობა სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტობით შემოიფარგლება, მაგრამ მანამდე ახალგაზრდული საქმეთა დეპარტამენტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე უდესიანის ბიოგრაფიის 2005 წლის ეპიზოდის გახსენება მოახერხა კახა კუკავამ. 1 დეკემბერს დედაქალაქის საკრებულო სალარო აპარატებთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავდა. ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წევრების თქმით ნაციონალების ზონდერები შევიდნენ, რომლებსაც ყოფილი სპორტსმენი გია უდესიანი ხელმძღვანელობდა. სწორედ უდესიანის მითითებით მოქმედებდნენ ზონდერები, აცხადებს კუკავა. არა მომისირე ის რიგითი ადამიანი რომელიც შემოვიდა საკრებულოს და ნიშნით ვინა საკრებულოს
გია უდესიანი 2005-6 წლებში როცა დაიწყო აი ამ არაკანონიერი ფორმირებების შექმნა ნაციონალური მოძრაობის ეგიდით, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იყო სხვადასხვა დარბევებისთვის, თავდასხმებისთვის, იქ სადაც მიჟანს ეწონილი არ იყო პოლიტიკურად დაუშვათ ფორმიანი პოლიციის გამოყენება, აი ამ ბრიგადების ერთ-ერთი მეთაური იყო სწორედ უდესიანი. მე რაც შემიძლია ვთქვა დანამდვილებით, რაც საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი და პრინციპში საკუთარ ზურგზეც გამოსტილი, ეს იყო 2005 წლის 1 დეკემბერს საკრებულოს ხდომა, რომელსაც ჩვენ მაშინ ვესწრებოდით დაახლოებით 8-9 პარლამენტის წევრი. განხილებოდა საკითხი, მაშინ თუ გახსოვთ, სალარო აპარატებთან დაკავშირებით იყო საკმაოდ აქტუალური საკითხი და როდესაც აი პირდაპირ საკრებულოს ხდომა მიდიოდა და გამოდიოდა ერთ-ერთი გამოსვლელი საკრებულოს ტრიბუნაზე შემოიჭრა 7-8 ეხა ეს რასაც ხედავდით დარბაზში, თორე რეალურად ბევრად უფრო მეტი იყვნენ, იმიტომ რომ გარეთაც ელოდებოდნენ. ადამიანი ეტყობოდათ, რომ სპორტული კარიერა აშკარად გამოვლილი ჰქონდათ და დაიწყეს ჯერ ხდომაზე თვითონ დარბევა და დაშლა, ხოლო შემდგომ უკვე სათითაოდ ჩვენი გათრევა, ზოგს მეტი მოხდა იქ ეხა ზოგს ნაკლები, მაგრამ ეს იყო პირდაპირ უკანონო ფორმირება. უდესიანი არათუ მონაწილეობას იღებდა, ხელმძღვანელობდა, ის იყო ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, მასში შედიოდნენ სხვა ადამიანებიც, რომელთაგან ზოგს ვიცნობდი სახეზე, ზოგს არა, ზოგმა მე კარიერული დაღმასვლა განიცადა და ზოგმა აღმასვლა პირიქით, მაგრამ ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა უდესიანი. ეხლა დღეს ამ წუთას ვერ ვიტყვი მე ის რითია დაკავებული, მაგრამ 2005 წლის 1 დეკემბერს ეს იყო ერთ-ერთი პირველი ტერორისტული აქტი, რომელიც განახორციელა ხელისუფლებამ. ერთ-ერთი პირველი. ამას მოყვა შემდგომ უკვე 2006 წელს ძალიან მალე გირგულიანის მკვლელობა და რამოდენიმე სხვა ასეთი მკვლელობა, ხოლო 2007 წელს ცნობილი მოვლენები 7 ნოემბერი, როცა უკვე აი ეს ზონდერბრიგადები უკვე მასიურად იქნენ გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის და ოპოზიციის წინააღმდეგ. ის ადამიანები, ვინც ტელეკამერებთან საუბარს ერიდებიან, ასევე ყვებიან, რომ უდესიანი ამავე ზონდერბრიგადების ერთ-ერთი სავარაუდო მეთაურის ბადრი ბასიშვილის საქმიანი პარტნიორია და მათი ძირითადი მოვალეობა მიტინგების მსვლელობის დროს აქციების მონაწილეების დარბევაა. თუმცა აქვე ირკვევა, რომ უდესიანს დამრტყმელი ძალის ორგანიზების გარდა სხვა ნაციონალური საქმეებიც აქვს. აქედან ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კუსტბის ისტორიაა. 2008 წლამდე კუსტბა ბიზნესმენ ძმებ ხარძიანებს ეკუთვნოდათ. მოგვიანებით ანატომიის წყაროს ინფორმაციით მათ მცირე 7%-იან წილში მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე ჩაუჯდათ და 2008 წლის აპრილის მდგომარეობით ირკვევა, რომ ბესო ხარძიანი იმ დროისთვის კომპანია კუსტბა კალას 93-ს, ხოლო ბუბა კიკაბიძე 7%-ს ფლობდა. 2008 წლის 16 დეკემბერს საკუთარი წილიდან 11% გია უდესიანზე. 11%-ს უდესიანის ოჯახის წევრზე მარინამ გალობლიშვილზე და კიდევ 30%-ს ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობ პირებზე ასხვისებს. დაახლოებით 10 დღეში ბიზნესმენი ხარძიანი საკუთარი 40%-იანი წილიდან 7% საკუთარ ძმასა და მეუღლეს ჩუქნის. ოფშორში სეიშელებზე დარეგისტრირებული კომპანია Arkenstone Management Limited კი კუსტბის აქციებში 2009 წელს ჩნდება 5%-იანი წილით. 2010 წელს ბესო ხარძიანის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი უდესიანი საკუთარ 11%-იანი წილიდან 2.5%-ს კვლავ ხარძიანს უბრუნებს და 2011 წლის 19 აპრილის მდგომარეობით კუსტბა კალას აქციონერთა სია შემდეგნაირად გამოიყურება. ბესიკ ხარძიანი 29%, ვახტანგ იგივე ბუბა კიკაბიძე 7%, გია უდესიანი 9%, უდესიანის ოჯახის წევრის მარინამ გალობლიშვილის სახელზეა 11%, ბესიკ ხარძიანის ძმის გიორგი ხარძიანის სახელზე რჩება 7% და ასევე ბესიკ ხარძიანის მეუღლის სახელზეა კუსტბა კალას 7%, ხოლო ოფშორულ კომპანიას იმ დროისთვის სულ რაღაც 5%-იანი წილი ჰქონდა. ერთი დღის შემდეგ დაფიქსირებული დოკუმენტის, ანუ 2011 წლის 20 აპრილის საბუთის მიხედვით, კომპანია კუსტბა კალას იმ დროისთვის ერთად მართავდნენ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი და გია უდესიანი. ამავე დღეს ხარძიანების ოჯახის მთლიან შემადგენლობას რატომღაც უჩნდება სურვილი საკუთარ ნათესავს ვინმე ილია ხარძიანს მისცენ მინდობილობა და გაყიდონ ყველაფერი.
2011 წლის 20 აპრილს ბესიკ ხარჯიანი 29%-იან წილს ყიდის კომპანია კუსტობა კალადან საერთო ღირებულებით 986,640 ლარად. მყიდველი პანამის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია Wallmill Service-ია. იმავე დღეს ხარჯიანი ყიდის წილს მეორე კომპანიიდან, კუსტობა პალასიდან. მყიდველი აქაც იგივე ოფშორული ფირმაა, რომელსაც ვინმე მერაბ მეტრეველი წარმოადგენს საქართველოში. იგივე 20 აპრილს ბესიკ ხარჯიანის მეუღლე ეკანონიკაშვილი ყიდის მის წილს კუსტობა პალასიდან და ამავე კომპანიიდან საკუთარ წილს იმავე დღეს ყიდის ბესიკ ხარჯიანის რძალიც ეკატერინე პატეიშვილიც. მყიდველი რა თქმა უნდა კვლავაც Wallmill Service-ია. ხარჯიანის ცოლმა და ძმამ გაყიდეს იქვე მათი წილები კომპანია კუსტობა კალასიდან და მყიდველი აქაც ოფშორული კომპანიაა. ერთ დღეში გაფორმებული მასყიდობის 6 ხელშეკრულება და ხარჯიანების მთელი ოჯახის ერთიანი გადაწყვეტილება კუსტების გაყიდვასთან დაკავშირებით. აქვე 18 აპრილს გაკეთებული საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 70% ხარჯიანების კუთვნილ კომპანიაში შეუძენია Evort Capitals. რა მოხდა მანამდე? ძმები ხარჯიანები, როგორც უკვე აღნიშნეთ, რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობდნენ კუსტობას და მის მიმდებარე ტერიტორიას. როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ პირად საუბრებში, საკუთარი ინტერესების გატარებას ამ ტერიტორიასთან მიმართებაში ცდილობდა კახა ბენდუქიძე, რაც როგორც ჩანს უკვე მოგვიანებით Evort-ის მეშვეობით მოხდა კიდეც. გარდა ამისა, აღნიშნულ ობიექტზე პრეტენზიას ამავე ადამიანების მონაცემებით აცხადებდა გიგი უგულავა და დათა ახალაია. სწორედ ამ ორი დასახელებული მაღალჩინოსნის მეგობრად იცნობდნენ გია უდესიანს, რომელიც 2008 წელს გამოჩნდა ხარჯიანების გვერდით. ოჯახის ახლობლები და ხარჯიანების ყოფილი ბიზნეს პარტნიორები, ასევე ტელეკამერების მიღმა აცხადებენ, რომ ხარჯიანები ხელისუფლებას ხარკს უხდიდნენ და მათ შორის იყო მერაბიშვილის უწყების მაღალჩინოსანი ახალაიაც. რამდენიმე ხნის შემდეგ ასევე წყაროს ინფორმაციით ახალაიამ საკუთარი წარმომადგენლის ოფიციალურად ჩასმა მოინდომა კუსტბის აქციონერთა სიაში, თუმცა ამის წინააღმდეგი იყო ბესიკ ხარჯიანი და ახალაიას გარანტად მაშინ უდესიანი დაასახელა. ანატომიის კონფიდენციალური წყარო კი ამ შემთხვევიდან რამდენიმე ხანში მომხდარ ამბავს გვიყვება. გია უდესიანმა უახლოეს მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს ბესო ხარჯიანს სამუშაო ოთახში ვიდეო კამერები და მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟა იმის გასარკვევად თუ რა პოლიტიკური შეხედულებების მატარებელი იყო ხარჯიანი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩანაწერებში დაფიქსირებული იყო, რომ ბესო ხარჯიანი არასასიამოვნო კონტექსტში იხსენიებდა ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ბესო ხარჯიანი დააკავეს და ოფიციალურ ბრალდებად ნარკოტიკების მოხმარება გადაზიდო და დამზადება წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ გია უდესიანი ქალაქელი არ არის თბილისში, მაინც არაფერი იმალება და როგორც ხარჯიანების ოჯახის წევრები და ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, ბესო ხარჯიანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ მოიხმარდა, მით უმეტეს არ ამზადებდა მათ. შევასე კუსტბის მფლობელი ნარკოდანაშაულში ამხილეს ბესო ხარჯიანს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა, შენახვა და გასაღება ბრალდება. ხარჯიანის დაკავებაზე ბესიკ ხარჯიანი 24 თებერვალს დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარჯიანზე დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა ფიზიკური და მორალური ზეწოლა. იყო წამების ფაქტებიც, თუმცა ოჯახი დუმილს შიშის გამო ამჯობინებს. მით უმეტეს, რომ ასევე წყაროს ინფორმაციით ამ ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი გახდა ბესიკ ხარჯიანის ძმაც გია ხარჯიანიც. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა სვანებში დაინტერესება გამოიწვია და გია უდესიანს საკუთარი მეგობრის დაკავების მიზეზიც მოჰკითხეს. უდესიანმა ნათესაური კლანის წერეში მოსასმენი აპარატურის და ვიდეო კამერების დამონტაჟების ამბავი არ დამალა. თუმცა იქ ის არ თქმულა, რომ ბესიკ ხარჯიანი პრეზიდენტს ახსენებდა არასწორ კონტექსტში. ჩანაწერის შინაარსის უდესიანის ვერსიას ანატომია შეგნებულად ეთიკური პრინციპების დაცვის გამო არ ახმაურებს. ცნობილია ასევე ისიც, რომ ხარჯიანს კუსტბის გადასაფორმებლად სულ რამდენიმე კვირიანი ვადა მისცეს და ის საკუთარ ოჯახის წევრებს ციხიდან უთვლიდა, რომ ობიექტის წილები სასწრაფოდ ხელისუფლების მიერ წარმომადგენლებად მიჩენილ პირებზე გაეფორმებინათ და ვადა 20 აპრილს იწურებოდა. ხარჯიანების ახლობლების ამ მონათხრობით ნათელი ხდება თუ რატომ შეიძლებოდა ბიზნესმენის ოჯახის ყველა წევრს ერთ დღეში 20 აპრილს გაეყიდა კუსტბასთან დაკავშირებულ კომპანიებში საკუთარი წილი.
უდესიანის მიერ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიებებიდან ეს როგორც ამბობენ ერთადერთი არ ყოფილა. 2008 წელს პარლამენტში დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ ბიზნესმენი ვლადიმერ კვარაცხელიაც, რომელიც ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ფლობდა კომპანია იოლის მთლიან ქსელს. ნაციონალური მოძრაობის კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ კვარაცხელიას არ უნდოდა დეპუტატობა და შესაბამისად არც ის თანხად დახარჯა საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად, რაც უნდა დაეხარჯა და არც დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა. კვარაცხელია დაისაჯა და მალევე იოლის კომპანიების აქციონერთა სიაში გია უდესიანის გვარი გამოჩნდა. უკვე რამდენიმე წელია რუსთავის ავტობაზრობა როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესმენთა წრეებში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ნაციონალური მოძრაობიდან ერთ-ერთი ვერსიით ბევრი გავლენიანი ფიგურა ცდილობდა ამ ობიექტზე საკუთარი ინტერესების გატარებას, თუმცა საბოლოო ჯამში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობაზრობა შინაგან საქმეთა მინისტრის ბიზნეს ინტერესების სფეროში მოხვდა და ის ხელშეუხებელი გახდა. სწორედ აქვე ჩნდება ოფიციალური განცხადება, რომ ახალაიას მეგობრად დასახელებულმა უდესიანმა რუსთავის შესასვლელში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა 1 კვადრატული 4 ლარად პირდაპირ მიყედვის წესით შეიძინა. 21,697 კვადრატული. საკადასტრო მონაცემებით დასტურდება ამ 21,697 კვადრატული მეტრის უდესიანის სახელზე რეგისტრაცია, თუმცა ირკვევა, რომ უდესიანს დამატებით კიდევ მიმდინარე წლის 2 მაისს შეუძენია 900 კვადრატული, ხოლო ამავე წლის 2 ივნისს უდესიანმა აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ 11,767 კვადრატული მეტრი იყიდა. ჯამში ავტობაზრობა, როგორც ირკვევა, 34,374 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენდეს და ეს ტერიტორია გია უდესიანს ეკუთვნის. საზოგადოებას ახსოვს ასევე სვანეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც მერაბიშვილის დაცვამ გივი თარგამაძე გალახა მინისტრთან შეპასუხების გამო. მაშინ მერაბიშვილის მასპინძლად და თარგამაძის ცემაში ერთ-ერთ მონაწილედ გია უდესიანი დასახელდა. ავჭალაში ყოფილი შუშის ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია თბილისი ლოჯისტიკ პარკი თბილისის ლოგისტური ცენტრის აშენებას აპირებს. პროექტის საპრეზენტაციო გვერდზე მითითებულია, რომ ტერიტორია მდებარეობს ავჭალის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით. მას გააჩნია პირდაპირი კავშირი ფოთი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალთან და ასევე ექნება პირდაპირი კავშირი თბილისის შემოვლით გზასთან. ტერიტორიის საერთო ფართი 14 ჰექტარში ადგენს. გარდა ამისა არსებობს მისი მინიმუმ 3 ჰექტარით გაფართოების შესაძლებლობაც. აღნიშნულ ობიექტს გააჩნია საკუთარი რკინიგზის ჩიხი, შეყვანილია წყალი, გაზი, დენი და ყოველგვარი სხვა საჭირო საინჟინრო კომუნიკაცია. ამჟამად ტერიტორიაზე კომპანია თბილისი ლოჯისტიკ პარკის ძალებით მიმდინარეობს საკონტეინერო მოედნის მოსაწყობად საჭირო წინასწარის სამუშაოები. სარკინიგზო ჩიხის რეაბილიტაცია და დამონტაჟებულია 40 ტონიანი ამწე. ინტერმოდალური ლოგისტური ცენტრი მოემსახურება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტვირთებს. საინვესტიციო პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ანატომია აღნიშნული ობიექტის გადასაღებად წავიდა და ადგილზე მისულ ოპერატორებს ობიექტზე თავად გია უდესიანი დახვდა, რომელმაც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ტელეკამერები და მობილური ტელეფონები ჩამოართვა. გადაღებული ვიდეო მასალა წაუშალა და რამდენიმე საათი ფაქტობრივად ოპერატორებს თავისუფლება შეუზღუდა. ამის შემდეგ უდესიანმა როგორც ჩანს ალიბის შესაქმნელად მისი მეგობრის ინტერნეტ ტელევიზიის ITV-ის წარმომადგენლები გამოიძახა, რომლის დაახლოებული ურთიერთობები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საყოველთაოდ ცნობილია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან ერთად მაესტროს ოპერატორებს სიცრუეში დასდო ბრალი, ხოლო თავის მხრივ ITV მაესტრო დაადანაშაულა მისი სახელის გამოყენებაში. ITV-ის ბრალდებებს ანატომია მტკივნეულად არ აღიქვამს. უბრალოდ უცნაურია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებთან დაახლოებული ყოფილი ჩინოვნიკი და ბიზნესმენი საკუთარ თავს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ოპერატორების თითქმის დაკავების უფლებას აძლევს. და მაინც ვინ არის გია უდესიანი, რომელსაც წყნეთში აშენებული ერთი სახლი არ აკმაყოფილებს და იქვე აშენებს საცხოვრებელს, რომელიც მასშტაბებით და პროექტიც ერთდროულად როგორც შთამბეჭდავად, ასევე ძვირად ღირებულად გამოიყურება. ეს ანატომიის ამ სეზონის ბოლო გადაცემა გახლდათ. უცნაურია, როდესაც ბიზნესმენი, რომელიც ჩვენს ოპერატორებთან პირად საუბარში აცხადებდა, რომ არაფერი აქვს დასამალი, კომენტარზე არ დაგვთანხმდა. როგორც ჩანს, მაინც არსებობს შეკითხვები, რომლებსაც პასუხი მას არ ჰქონდა. სამწუხაროდ, რეპორტაჟში მოყვანილი ყველა ინფორმაციის გადამოწმება მისი უარის გამო ვერ მოვახერხეთ. ვიფიქროთ საკუთარ ანატომიაზე. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით.